არის ძალიან ბევრი მექანიზმი, რომელიც თავისი ელემენტებით გავს საარბიტრაჟო წარმოებას, მაგრამ არ არის არბიტრაჟი. ეს არის შიდა მექანიზმები, დისციპლინური მექანიზმები, რომელსაც მხარეები ირჩევენ, გარკვეულ უფლებამოსილებას ანიჭებენ მათ, რომ მიიღონ გარკვეული გადაწყვეტილებები, მაგრამ ეს არბიტრაჟი არ არის. ეს გადაწყვეტილება იმიტომაც ვახსენე, რომ სინგაპური არის ერთ-ერთი ის იურისდიქცია, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ამ არბიტრაჟსადმი მეგობრული იურისდიქციის რეპუტაციას. და ალბათ მოსამართლეებისთვისაც მათ შორის ქართველი მოსამართლეებისთვისაც ძალიან საინტერესო წასაკითხი იქნება ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ კარგად ჩანს ის ზღვარი, რომელსაც შეგნებულად არკვეთ სასამართლო. ის არ ხდება ზედმეტად ინკვიზიტორი, ის არ შედის არსებით განხილვაში. აქაც ის ზღვარი არ უნდა იყოს ისე, რომ თითოეული არგუმენტი, რომელიც შეიძლება 500 გვერდიან წერილობით შესაგებელში წერია, შეიძლება ყველაფერი ნახსენები არ იყოს. აქ არის მთავარ მოთხოვნებზე მოთხოვნა დაავიწყდა თუ არა არბიტრს, თუ ტრიბუნალს დაავიწყდა რომელიმე მთავარი მოთხოვნა, ეს რა თქმა უნდა შეიძლება იყოს საფუძველი, რომ მოითხოვ გაუქმება, მაგრამ ის რომ საკმარისად არ უმსჯელია ეს თავისთავადად არგუმენტი არ არის.